სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ზობის წინვალე დღესასწაულს. თქვენი ცირთ უკვე აღდგომამდე ერთი კვირაა დარჩენილი. ამ ერთ კვირაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მაცხოვრის ვნებებს, შეურაცხყოფას, პატიმრობას, ჯვარზე გაკვრას. და სწორედ ამ მოვლენებს წინ უძღოდა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? თქვენ იცით, რომ სულ რაღაც ჩვენ წინა დღეებში ვიტესასწაულეთ ლაზარეს აღდგენება და დავწვდით იმაში, რომ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ იმდენი სასწაული აღასრულა, რა მთელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე არავის აღარ აუსრულებია ამ ხელა სასწაული. დროებით აღდგენება, ბრმის განკურნება, კოჭრის განკურნება, კეთროვანის განკურნება და ძალიან ბევრი სასწაული. მაგრამ ჩვენ აი ამ ყველაფრიდან ვწმუნდებით, რომ ადამიანთა ნაწილი არის ბნელში, ნაწილი არის ნათელში. ადამიანთა ნაწილს აქვს გონიერება, ნაწილი არის უბუნური. ეს მთელი კაცობრიობის მანძილზე ასე ყოფილა. აი ამ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ ყარდაო ხაზგასმა არის ლაზარე 4 დღეს მკვდარი იხსნებოდა მისი სხეული, მოახდინა სასწაული და აღადგინა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მოკლებული იყო ებრაელთა ერი მეფეს, ჩათვალეს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, რომ ის იყო მეფე, მესია და მხოლოდ ფარისევლებმა, წიგრობებმა და მღვდელმთავრებმა არ მიიღეს ეს სასწაული, როგორც ჭეშმარიტი სასწაული. პირიქით მათ გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ არა მარტო ლაზარი, არამედ იესო ქრისტეც. აი ეს არის უგუნურება. სამწუხაროდ დღესაც ყავს ასეთი ადამიანები, დღესაც არიან ჩვენს გარემოცვაში. რისი დანახვაც არ უნდა ვერ დაანახეთ. ხილვად ხედავთ, რომ ეს ასე არის, მაგრამ არ უნდა რომ ის დაიჯეროს. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ წინააღმდეგობის სული აქვს. ეს წინააღმდეგობის სული არის ბოროტისაგან, ეშმაკისაგან. და როდესაც მაცხოვარი შემგზავრდება იერუსალიმში, ჯერ ის განსაზღვროთ ის ვირზე კი არა, მის ჩოჩორზე ჯდება, რომელზედაც არავინ არ იყო დამჯდარი. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ჩოჩორი და საერთოდ ვირი წარმართობას მოასწავებდა, წარმართებს. და რომ შედიოდა, ზოგი ეხდიდა ტანსაცმელს, ზოგი ხის რტოებს, კრიფავდა პალმის რტოებს და ამას უფენდნენ მაცხოვარს. და ამ დროს ბავშვები, ყრმები ამბობდნენ, ოსანა ძესა დავითისა, ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა, კურთხევლას მომავალი სახელითა უფლისათაო. და საოცარი რა არის, რომ ფარისევლები და წიგნობრები ეუბნებიან მაცხოვრს, რომ გააჩერეო ეს ბავშვებიო, რას ამბობენ? პირითა წოვარდა ჩვილთათა იდიდებოს და იქების უფალიო. შეახსენათ დაწინასწარმეტყველები, რომ აი ასეთი ჩვილი, ბავშვი, რომელზედაც სული წმინდის მადლი არის, ის არის უცოდველი, ის არის მადლის გამყარებელი. და იმან აღმოთქვა ბაგებით ის, რაც ეკუთვნოდა უფალს. ესე იგი, კურთხეულს მომავალი სახელითა უფლისათა. ესე იგი, მომავალი იქნებოდა კურთხეული, მაცხოვრის მადლით. და რტოებთან დაკავშირებით ეს არის მარადმწვანე ხე, აი ბზის რტოებს რო უყურებთ, ეს მარადიულობა, სიცოცხლის ნიშანწყალი არის. აი როდესაც ჩვენ ვაკურთხებთ, კურთხევა რას ნიშნავს? გამოწვევა სული წმინდის მადლი, რომელიც დამკვიდრდება აი ამ რტოებზე. და ჩვენ შეგვაქვს ამ რტოებთან ერთად სული წმინდის მადლი ოჯახებში, რომელიც იკურთხება, რომელიც დაცული იქნება ბოროტის სულისაგან.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი ტაძარში რო შედის დაღლილი ადამიანი, აი თქვა მათ საიდან ბრძოლა. რო შედის დაღლილი ადამიანი, განწვა ხდება. სული ნუგეშს იღებს. აი რანაირი დაღლილიც არ უნდა იყოს, საქმით იქნება განსაცდელებით, გამოწვევებით. შეხვა ტაძარში და ეგრევე განწვა ხდება. თუ დაჯდები კიდე და თუ ლოცვასაც დაამატებ, სრულად განიკურნები და სრულად გათავისუფლდებით ამ სიმძიმისგან, რაც მოაქვს დაღლილობას. ასე რომ ჩვენ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს, რომ მეორედ მოსulis წინო ადამიანებს გონება ეხდებათ. გონების აღდგაში რა იგულისხმება? ადამიანი დაკარგავს განჯის უნარს, გარჩევის უნარს. აი ანტონი დიდი ეკითხება თავის მოწაფეს, რომ რა უფრო გადაარჩენს ადამიანს. ზოგმა თქვა, რომ გვიძარება, ზოგმა თქვა, რომ მეტანიები, ზოგმა თქვა ლოცვა, ზოგმა თქვა მარხვა, კაცი მარხვა. არც ერთი მათგანი მე მინახავს, რომ მარხველი ფერიო, რომ დაუყოლაო. მეტანიები გაუკეთებიო, ისიც დაუყოლაო. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ყოფილა განჯის უნარი, გარჩევის უნარი. და ვის შემკვიდრობს ეს გარჩევის უნარი? მხოლოდ თავდაბალ ადამიანში. დაბალ ადამიანში, რატო? იმიტომ რომ დაბალთა მიეცემის მადლი, ხოლო ამპარტავანის ძარს უყავს. როგორ შეიძლება ამპარტავანმა ადამიანმა სწორი შეფასება გააკეთოს? არ შეიძლება ეს წარმოუდგენელი. ქართული გამონათქვამია კოკასაშიგან რაც ადგას, იგივე წარმოდგინდებისო. განჯის ისე რა თვითონ არის. როგორ თვითონ ეჩვენება, როგორ თვითონ ფიქრობს. აი როცა თავდაბალი ვარ და სული წმინდაა ჩვენში დაგვიდრებული, უკვე სული წმინდა მოქმედებს. და სული წმინდა გვათქვევინებს იმას, რაც სწორად არის და რაც სინამდვილეში არის. სული წმინდა ხო ღმერთია. ჩვენი თავდაბლობით, წმინდა ცხოვრებით, პატიოსნებით, ჩვენი სხეული გახდება ტაძარი სულისა წმინდისა. აი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ღვთისნების განხორციელებელი ვართ. არა ჩვენი, არამედ ღვთისნების. აი როგორ ლოცულობთ მამაუჩვენში, იყავ ნება შენი. ჩემი ნება კი არა, შენი ნება იყოს უფალ შემთხვევაში. აი ეს შენი ნება განხორციელდება მხოლოდ თავდაბლობის შემთხვევაში. თუმცა ჩვენ თავზე არ მივიწერთ, რასაც ვაკეთებთ. და მე არაერთგზის მithქვავს, რომ თვინიერ ჩემსა არ არის ძალგიც არცა ერთი, უფალი გვეუბნება და აი ამის შემდეგ რო შეიძლება ჩვენ თავზე რამე მივიწეროთ და ვთქვათ, რომ მე ამას ვაკეთებ. ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ეს ღვთის შეწენი და ღვთის დახმარება. ეს გვახსოვდეს. მერთმა გადაძლიეროთ. მოგვიახლოვდა ალბომის მწინვალე დღესასწაული, მანამდე ჩვენ გავდივართ აი ამ მძიმე დღეებს და იცით რომ უკვე ბოლო კვირაში ჩვენ მძიმედ უნდა ვიმართულოთ. სამშაბათს არის ხარების დღესასწაული და თქვენ იცით რახან მძიმე კვირა არის, მხოლოდ ზეთითა და ღვინით ხსნილდება ხარების დღესასწაული. შემდეგ პარასკევს იცით რომ ხუთშაბათს არის დიდი სერობის დღესასწაული, ზიარების დაწესების. შემდეგ პარასკევ დღეს არის გარდამოხსნის დღე და დატირება მაცხოვრის. შაბათს ბასილი დიდის წირვა არის და კვირას კიდე ჩვენ იცით რომ ღამისთევით წირვა შევატარებთ ამ ტაძარში. მერთმა დააბროცოთ. ჩვენი აი ეს მარხვის დასასრული გავს ბრძოლის ველიდან გამარჯვებული რომ გამოვიდეთ. ეს სიხარული მოდის, იმიტომ რომ ჩვენ ბოროტ ძალებზე, იმ ნებებზე, იმ ხორციელ ნებებზე, იმ ცოდებზე გავიმარჯვეთ ჩვენი სწორი ცხოვრებით. მარხვის შეწევით და ჩვენ ვხარობთ, რომ ყოველი მარხვა არის ბრძოლის ველი. და განსაკუთრებით ეს დიდი მარხვა. განსაკუთრებით გვერდზის ბოროტისო, განსაკუთრებით არის ბრძოლა ჩვენი სულის დასადობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როცა ხედავთ, რომ გავიმარჯვეთ აი ამ ბრძოლაში, სადაც ჩვენ გამარჯვებულ ბრძოლაში ვიყავით საერთოდ და ისედაც გავიმარჯვეთ. და ნამდვილად ჩვენ სიხარულით უნდა შევხვდეთ ალბომის მწვერვალე დღესასწაულს. მერთმა ძალა მოგცეთ.
და ღმერთმა ღვთის საფრთხე ცხოვრებით გაცხოვროთ. თქვენ და სულიად საქართველოს. ჩვენ თან არ ზრდით.